დღე იყო გუშინ ემოციურად ძალიან კიდევ ერთხელ მინდა მთელი გულით მიუსამძიმრო ყველას და ერთადერთი შეფასება რაც ყველასგან ისმოდა შორის მისი კრიტიკოსებისგანაც კი ეს იყო ეპოქალური და ეპოქა დამთავრდა და მართლაც ასეა ყველასთვის ვინც შორიდან ადევნებდა თვალს ვისაც შეიძლება არანაირი შეხება არ ქონოდა პატრიარქთან ისინი ვინც რაღაც შემხებლობაში იყვნენ მეც მათ შორის ღმერთმა მადგურგუნა ეს ბედნიერება რომ ძალიან ახლო და ინტენსიური ურთიერთობა მქონოდა მასთან როგორც ადამიანური ისე საქმიანი და ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვიყავით გუშინ ამ ემოციით რომ ის ეპოქა რომელიც მისმა უწმიდესობამ მოიტანა შექმნა საქართველოში მართლაც დასრულდა და ყველანი ვფიქრობთ იმაზე რა იქნება ის ახალი იმიტომ რომ ეპოქაზე რომელზედაც ვლაპარაკობთ ეს არის საბჭოთა პერიოდიდან გადმოსული ეპოქა იმ ათეისტური პერიოდიდან როდესაც რწმენა იდევნებოდა იდეოლოგიური ასე ვთქვათ შტურმი იყო ეკლესიის წინააღმდეგ თუ ვინმე რეპრესირებული იყო საბჭოთა პერიოდში ეს იყო ეკლესია და ეს იყვნენ საეკლესიო პირები მანამდე მეფის რუსეთისაგან ძალიან სერიოზული რეპრესია განიცადა ქართულმა ეკლესიამ მატერიალურადაც და სულიერადაც და ასეთ ვითარებაში მოვიდა საპატრიარქო ტახტზე სრულიად ახალგაზრდა ძალიან დიდი ადამიანური მომხიბვლელობის მქონე და ძალიან დიდი სიყვარულის დამტევი და გამწემი ადამიანი, რომელმაც ეკლესიისკენ მიახედა არა მარტო მორწმუნე ადამიანები, არამედ სრულიად აი საბჭოთა ათეიზმის პერიოდში გაზრდილი ადამიანები მიგვახედა ჩვენ ახალგაზრდები და თუ შეიძლება ითქვას იმ პერიოდში თუ კი რამ პროგრესული ხდებოდა ქვეყანაში ყველაფერი ხდებოდა პატრიარქის ირგვლივ და რამოდენიმე მაგალითი მინდა ვთქვა რაშიც ისე მოხდა რომ მეც მივიღე მონაწილეობა მცირედი წვლილი ცხადია ბიბლიის ახალ ქართულად თარგმანება რომელ პროცესშიც მან გარშემო შემოიკრიბა ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოება ებრაულიდან, ბერძნულიდან, ვინც თარგმნიდა და აქ არ იყვნენ მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები, აქ იყო ებრაელი ჯემალ აჯიაშვილი, აქ იყო მალხას სონღულაშვილი, გუშინ უსმენდი სწორედ მის გამოსვლას, რომელიც არ იყო მართლმადიდებელი, აქ იყო არაჩვეულებრივი ზურაბ კიკნაძე, ბაჩანა ბრეგვაძე და ეს იყო ნუ აი წარმოუდგენლად შეიძლება ითქვას სამეცნიერო და რელიგიური აზრით გამშვენებული საზოგადოება და მე და ჩემს მეგობრებს პრეტენზია კი მქონდა რომ თარგმანებაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა მაგრამ მე პატრიარქის შეთავაზებით კორექტურაში დავკავდით და ჩვენი დიდი წვლილი იყო ამაშიც ასე გამოვიდა იმიტომ რომ სრული კორექტურა გავიარეთ შემდეგ და მისი ასე ვთქვათ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი ამის შემდგომ იყო ბევრი პერიოდი მაგრამ რომ დრო არ წავიღო გამოვყოფ კონკორდატზე მუშაობის პერიოდს და მაშინაც ისე მოხდა რომ ახალი მოძრაობა ჰქონდა ჩვენ ახალი დაფუძნებული და სხვათა შორის მე მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე მაშინ დათო გამყრელიძე ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ კონკორდატის პროცესში და მე თავად იმ კომისიის წევრი ვიყავი პარლამენტში რომელიც კონკორდატზე მუშაობდა და ესეც საოცარი პერიოდი იყო ზურაბ ჟვანი არ მინდა რომ გამომრჩეს რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაშინ და პატრიარქის ეს არაჩვეულებრივი იდეა იყო რომელიც შეიძლება ბევრს ბოლომდე არ ესმოდა რომ ეკლესია და სახელმწიფო ყოფილიყო გამიჯნული და ამავდროულად ეკლესიის ისტორიული როლი ყოფილიყო აღიარებული ასევე ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა როდესაც ის კონსტიტუციურ მონარქიაზე ფიქრობდა და ასევე მე და დათო გამყრელიძე ძალიან ბევრს მუშაობდით ამაზე რომ მისთვის აი ეს მაგალითები სტრუქტურა შეგვექმნა და მიგვეწოდებინა როგორ მუშაობს კონსტიტუციური მონარქია დემოკრატიულ ქვეყნებში და სხვათა შორის აი
მეფობს, მაგრამ არ მართავს. აი მაშინ იშვა ეს და ის იდეაც პატრიარქის ნათლულების ამაშინ იშვა და ეს იყო წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი პერიოდი. რაზეც თქვენ საუბრობთ, აი საინტერესო პოსტი ქონდა ასე წერეთ სოციალურ ქსელში და მინდა რომ გავაცნო მაყურებლებს, საქართველოს ისტორიაში არაერთი ინსტიტუტი გაქრა მძიმე ეპოქების გამო, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია დარჩა ერთ-ერთი იშვიათი ინსტიტუტად, რომელმაც შეძლო თაობებს შორის კავშირის შენარჩუნება და ეროვნული იდენტობის დაცვა, ამბობს პოსტის ავტორი. აი ამ ზრუნველყო და რამ განაპირობა ის, რომ მართლაც აი ისტორიაში ამდენი ინსტიტუტის გაქრობის ფონზე მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ის დღეს ინსტიტუტებს შორის ყველაზე პოპულარულია და მას ხალხი ყველაზე მეტად ინდობა. დიახ, ერთი რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წიაღათაც იქცა სიონის ეზო, ამაზე ბევრი ლაპარაკობდა ამ ხნის განმავლობაში და თავად სიონის ტაძარი, საპატრიარქო მაშინდელი და თავად პატრიარქი, იმიტომ რომ იქ ხდებოდა ყველა შეკრება და საბჭოთა პერიოდში არ არის მარტივი, რომ როდესაც კგბ-ს სერიოზული თვალთვალი მიდის, რომ იმ დროს რაღაც ადგილას ხდებოდეს ასეთი პრაქტიკულად უკლებლივ ყველა უფროსთაობის წარმომადგენლები თუ ახალგაზრდები იქ ვიკრიბებოდით, იქ ვეცნობოდით ერთმანეთს, იქ ვცვლიდით ერთმანეთში ინფორმაციას და მაშინ ძალიან ასეთი ცენტრად გადაიქცა და იშვა შეიძლება ითქვას აი ამ რელიგიურ გამოღვიძებასთან ერთად ახალი ეტაპი, ახალი ფაზა, ახალი საფეხური ეროვნული გამოღვიძებისა და ამან რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ყველას დამოკიდებულება და შემდგომ პერიოდში უკვე როდესაც ახალგაზრდა თაობა წავიდა ეკლესიაში და ჩვენ ნახეთ, ხო, ახალგაზრდა მონაზვნები, ახალგაზრდა ეპისკოპოსები, საბერო წარმომადგენლობა და მნიშვნელოვან წილად ეკლესია გახდა ჩვენი თანამედროვე. მანამდე ეკლესია თითქოს აი რაღაცა ხანდაზმული ადამიანების ადგილი იყო, მსახურების ადგილი და მე უკვე გახდა ჩვენი თანამედროვე და ახლა რაც თქვენ იკითხეთ, რომ რატომ გახდა ასეთი მიზიდულობის ცენტრი, ამაზე ბევრი მიფიქრია, რა თქმა უნდა და ალბათ ბევრი უნდა ვიფიქროთ კიდე ამაზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ალბათ ეს იყო ის, რომ ადამიანები ეძებდნენ ნუგეშს, ადამიანები ეძებდნენ საყრდენს და ადამიანებმა ნუგეში და საყრდენი იპოვეს ეკლესიაში, იპოვეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქში და რა ტიპის ადამიანს და ჯგუფს არ ნახავდით აქ, ხომ? შვილმკვდარი დედებით დაწყებული და ოჯახში, ასე ვთქვათ, მესამე შვილის დაბადების მოლოდინში მყოფი ადამიანები, რომლებიც პატრიარქის, ასე ვთქვათ, დავსვათ ერთი კითხვა გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც აი სწორედ დღეს დგას ჩვენი ქვეყანა, როგორც წმინდა სინოდის სხდომის განჩინებიდან შევიტყვეთ, პატრიარქია შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვალების შემდეგაც ელაპარაკება საზოგადოებას, მათ შორის ესაუბრება პოლიტიკურ სპექტრს და აი აღმოჩნდა, რომ გვიბარებს კიდევ ერთხელ იმას, რაზეც მთელი ცხოვრება საუბრობს, რომ მოხდეს სიყვარულის გამოვლინება, შეცდომების და ცოდვების აღიარება, დაიწყოს ურთიერთმიტევება და შერიგება. აი ამ კუთხითაც გითხარით, რა არის თქვენი სათქმელი, რა იქნება მიტევებასა და შერიგებაზე თქვენი აზრით, ერთი მხრივ ქართული ოცნების პასუხი, ანუ აი დღეის მოცემულობით რა პირველ ჩანს და მეორე მხრივ რა არის პატრიარქის აი ამ რჩევასა და მოწოდებაზე ოპოზიციური სპექტრის სათქმელი, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ სწორედ ამ ფლანგს წარმოადგენთ, ახლა სრულად ოპოზიციის სახელით ვერ ისაუბრებთ, ამიტომ გითხარით, უშუალოდ ლელო თუ არის მზად, რომ აი ეს რაღაცა ერთმანეთის წყენების დავიწყება მოხდეს და ნაბიჯები გადაიდგას შერიგებისკენ. მე ვფიქრობ, როდესაც პატრიარქი მოგვიწოდებს ერთობისკენ და ის პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდებშიც არაერთხელ მდგარა შუაში პირდაპირ მნიშვნელობით. მე ერთი ფაქტიც მახსენდება, ცოტა ესეთი ღიმილით მოსაგონებელია, მაგრამ მისი აღსაყდრების დღე იყო
და მაშინ ყველანი მივდიოდით მის უწმინდესობასთან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ოპოზიციის წარმომადგენლებით, განსხვავებით გუშინდელი დღისგან სამწუხაროდ, სადაც მხოლოდ ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა ადგილი, ეს ცალკე საუბრის თემა, რატომ მოხდა ასე და მე მახსოვს ხელი ჩამკიდა, როდესაც მივედი მასთან და გამაჩერა და ზურას დაუძახა ჟვანიას, მწვავე დაპირისპირება იყო მაშინ საკმაოდ და ზურას დაუძახა, მასაც მოკიდა ხელი და გაიცანით ერთმანეთი, ხო ეს ამ დროს მე და ზურა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ძალიან გვეცინებოდა და ასე ვთქვათ ესე ხელი ჩაგვაკიდინა ერთმანეთისთვის. ეს იყო ასე ვთქვათ სიმბოლურად, მაგრამ რეალურად მას არაერთხელ უკისრია სწორედ ეს როლი, როდესაც ძალიან მწვავდებოდა სიტუაცია, რომ მხარეებისთვის მოეწოდებინა და ის უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას ელაპარაკებოდა, არ მინდა ვინმე რომ სპეკულაციურად გაიგოს, იმიტომ რომ როდესაც რაღაც მოლაპარაკებაზე, დიალოგზეა ლაპარაკი, აქ ხელისუფლებას ენიჭება გადამწყვეტი როლი. დღევანდელი მესიჯიც პირველ რიგში ქართული რა თქმა უნდა, მე ასე მგონია, იმიტომ რომ ჩვენ იცით რომ ცოტა ხნის წინ თქვით რომ დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ამდენი გამოწვევაა გარშემო და როდესაც შესაძლოა ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდეს ჩვენს წინაშე, მაგრამ დიალოგი არა როგორც თვითმიზანი, დიალოგი როგორც პრობლემების გადაჭრის გზა და მე გულწრფელად გეტყვით, ვერ ვიტყვი რომ მოლოდინი მქონდა თქო, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ როდესაც ჩვენი მხცოვანი პატრიარქი გავიდა ამ ქვეყნიდან, მაშინ თუნდაც სინდისის პატიმრების გათავისუფლების კუთხით ნაბიჯი გადაიდგმებოდა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ შენ თუ პატრიარქის გზა მნიშვნელოვნად მიგაჩნია, თუ პატრიარქის მთელი მოღვაწეობა შენდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიგაჩნია, მათ შესანდობი არაფერი არ აქვთ. ისინი რაღაცა გაუგებრობის გამო არიან საპატიმროებში და თუ ვინმეს გაუხარდებოდა გუშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ეს იქნებოდა ჩვენი პატრიარქის სული და მე დარწმუნებული ვარ საპყრობილეშიც განსაკუთრებით ახალგაზრდები გუშინ უყურებდნენ ამ ცერემონიას, ძალიან ტკივილიან და თან სიხარულიან ცერემონიას, იმიტომ რომ რაღაცნაირად დიდი ერთიანობის შეგრძნება გვჭირდებოდა ყველას, რომ ისინიც სწორედ ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გამხდარიყვნენ.